ნეკა ნათელაშვილი სინდისის პატიმარია ჩვენთან ერთად, რომელმაც საპატიმრო 6 დღიანი ტყვეობის შემდეგ გუშინ დატოვა და ბორის ჩელეყურუა ადვოკატი, რომელიც ნეკას მსგავსად ძალიან ბევრი დაკავებულის უფლებებს იცავს ამ ბოლო სასამართლო პროცესებზე და მათთან ერთად ვისაუბრებთ სწორედ აი რა ეტაპთან რასთან გვაქვს საქმე. მოგესალმებით და ნეკა ძალიან მიხარია, რომ დღეს ხარ ჩვენი სტუდიის სტუმარი. როგორ ხარ პირველ რიგში, როგორ ჩაიარა 6 დღემ? ვიცით რომ სიმღერით ძალიან კარგად ამხნევებდით ფოთის იზოლატორში მყოფ სხვა პატიმრებს, ჩემო კარგო ქვეყანა, ხო? საუბრობდით იმ დღეს სხვათა შორის ამის შესახებ, მე რო ჩაგირთეს გარედან და ამის გარდა კიდე რა ხდებოდა? პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ყველა მხარდამჭერს ამ სოლიდარობისთვის, შემომდიოდა ამბები და ეს ძალიან მომხნევებდა. მე მინდა ბოდიში მოუხადო ბიჭებს, იმიტომ რომ მე არ გამაჩნიათ მასმედინებდი ჩემს სიმღერას. ვცდილობდი რომ რაღაც მომენტებში გავჩუმებულიყავი, მაგრამ თვითონ თხოვდი და მე რა იმღერავ, ამიტომ ანუ ეს მოდა ყველას ძალიან კარგად შემისიმღერა. ფოთის იზოლატორის თანამშრომლები არიან გადასარავი ადამიანები, ძალიან კარგად მეკცეოდნენ და მინდა მადლობა გადაუხადო მათაც. ვისთან ერთად იყავით ნეკა? მარტო ვიყავ. მარტო იყავით. ხო, ერთადერთი გოგო იყავით, მე მგონი იქ ფოთის იზოლატორში დაპატიმრა. და სხვა არ ვიცი, ანუ არაფერი არ გამჭირვებია მართლა, ყველას ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ახლა ვაგრძელებ ბრძოლას. განწყობა და შემართება ადგილზეა. ქოცებმა ერთი მარტივი ჭეშმარიტება ვერ შეიგნეს. რაც უფრო მეტ ჭირო არამს გამოგვატარებენ ქვეყნისთვის, უფრო ნაკლები შანსია იმის, რომ დავნებდეთ. და მათ პირიქით გონიათ, რომ შეგვაშინებთ. ანუ ჭირსაშიგან გამაგრება გვეხება ქართველებს, ხო? კი ბატონო, ნეკა, ეხლა თქვენს ბრალი ასე არის ფორმულირებული, რისთვისაც შეგიფართეს 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა და პოლიციისათვის ხელის შეშლა, ხო? მე რამდენადაც ვიცი, კადრებში არსად არ არის რომ გადაკეტეთ თქვენ რუსთაველი. აი რა მოხდა ეს რომ გითხრათ? მაგ დღეს ვიდექი ტროტუარზე, იქ შევარდნის მხარეს გალერეასთან. და ხვდებოდი რომ რაღაც არეულობა იწყებოდა და ტელეფონით ვიღებდი რაღაცებს და ვაკურდებოდი. უცებ აირია ძალიან სიტუაცია, თან ცოტა შებინდებული იყო უკვე და კარგად ვერ ვარჩევდი, მაგრამ მეორე მხარეს დავინახე. ეს 18 ოქტომბრის აქციაზე ამბობ? 22 ეს. 22. 22 წამოჭირა. 22. და დავინახე მეორე მხარეს რომ ჩემს მეგობარ გოგონას აკავებდნენ და ნუ აი არც პირბადე მეკეთა არაფერი, მაგრამ აი ესე ინსტინქტურად გადავკვეთე და ჩავებღაუჭი ამას. მიმაყოლეს მეც. და მაგ დროს დაგაკავეს, დიახ. ჩავსვა შკოდაში და წამიყვანეს აეროპორტის გზაზე. ანუ მათ რიგებში ვინც გადაკეტა უშუალოდ რუსთაველის გამზირი თქვენ არ ყოფილიყავით. თქვენ იყავით ტროტუარზე და შემდეგ გადმოხვედით. აი ჩელე თქვენთან მაინტერესებს ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ვნახეთ მათ შორის ტროტუარიდან გატაცებული ადამიანები, ხო, არ იყვნენ და მიდიან შემდეგ და სასამართლოზე რასეუბნებიან რომ არა გადაკეტე, უბრალოდ კადრებში სხვა რამე ჩანს თუ აი რა ხდება ხოლმე რო აგვიხწეროთ აი ეს პროცესი. ვინაიდან ჩვენ აღარ გვაქვს კამერები და გვინდა რომ თქვენ აგვიხსნათ რა ხდება ადგილზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ხო ჟურნალისტები გააძევეს არა მარტო სასამართლო დარბაზებიდან, არამედ სასამართლოს ეზოდან, იმიტომ რომ ეზოშივე უკვე იგრძნობა ის რაღაც რისი გადაღება შეიძლება და რასაც თუ ადამიანი ნახავს საკუთარ სახლში მოგალათებული დივანზე, ისიც კი მიხვდება სასამართლოში რას ისაზაგლე ტრიალებს. ამ შემთხვევაში ნეკას кейს თუ ავიღებთ, აქ იყო ვიდეო, სადაც გადარბის რუსთაველის გამზირზე და 174 პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის შემადგენლობა არ არის, იმიტომ რომ არსად არ ჩანს როგორ კეტავს გზის სავალ ნაწილს, ჩანს უბრალოდ როგორ გადადის გზაზე იქ, სადაც არ უნდა გადადიოდეს ადამიანი, რაც საერთოდ სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ამ შემთხვევაში სასამართლომ უბრალოდ ნახა კადრი როგორ იყო ნეკა რუსთაველის გამზირზე როგორ გადარბოდა და ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთვის დაეჯერებინათ და ახალგაზრდა გოგონა 6 დღით ციხეში გაეშვათ. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ამ შემთხვევაში უფრო სავალალო არ აქვს გზის გადაკეტვის ნაწილი, იმიტომ რომ მართლა ადამიანები არიან რომლებიც გზას კეტავენ და იქ მე სასამართლოში დიდად ტყუილის ლაპარაკს არავინ არ წერს, მაგალითად გუშინ იყო გიორგი მულაძის პროცესი, რომელმაც აღიარა, რომ ნიღბით იყო ამ შემთხვევაში წარმოადგენენ რომელიც იგივე მომხრე ნიღბით იყო წარმოადგენილი საპროტესტო აქციაზე, მაგრამ შემდეგ მოვიდა ორი პოლიციელი, მოწმედ, რომლებიც ურთიერთგამომიცხავ რაღაცებს ამბობდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიციელის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფაც და კანონური მოთხოვნისადმი დაუმორჩილებობას დაუმატეს. ამ შემთხვევაში ვხედავთ შემაშფოთებელ სტატისტიკას, თუ რამდენი პოლიციელი მოყავდა, რამდენ პოლიციას აიძულებენ, რომ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და სასამართლოს წინაშე დადებული ფიცის შემდეგ ილაპარაკონ ტყუილები და ეს ტყუილები იმდენად
მარტივი გასაჩევია ერთი ადამიანის სხვა მოწმის ჩვენებას რო არ შეადარო თვითონ თავისი საუბრის დროს მოსამართლე რო გითხრავს სხვა რაღაცას პასუხობს ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელი რო გითხრავს სხვა რაღაცას პასუხობს მე რო გითხრებს სხვა რაღაცას პასუხობს ნუ საბოლოო ჯამში ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ საერთოდ შეიძლება აზრი არ ქონდეს სასამართლოში ვინმეს ინტერესების დაცვას, იმიტომ რომ ამას ფიზიკურად შეიძლება მოუთხრობ იყოს. რა ვიცი, აზრი აქვს გონია პირველ რიგში ამ ადამიანს მარტო-არტოვით, შემდეგ არც ერთ ნაბის არ ვდგამთ ისე რომ ბრძოლა არ გავაჩაღოთ, მინიმუმ მათ რესურსს ხარჯავთ და ასევე ყველამ უნდა იცოდეს რომ ხო ვიღაცას ეხლა რაღაც შეიძლება ქონდეს შინაგანი წმენა რომ მაინც ამას აქ არაფერი არ მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოფილა кейსები, როცა რაღაცები მომხდარა და ეხლა მაგალითად არის მაქვს ერთი ადამიანის საქმე გიორგი ილიაშვილი, რომელიც ნუ ორი პროცესია ვერ მოაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო, სადაც ჩანს რომ ეს ადამიანი ქუჩას გეტავს და ორჯერ გადაიდო პროცესი, რომ მტკიცებულება მოიტანა. მოსამართლე შეიხვეწა რომ რაღაცა იქნებაო ტელევიზიის კადრებში მაინც ნახოთო რამე ვიდეო სადაც არის. ხო და გასაგებია რომ ნებისმიერ ესე შემთხვევაში როცა რაღაც გაუჭირდა, ზუსტად შეუძლიათ რომ ორი პოლიციელი მოიყვანოს, რომელიც იტყვის რომ კი ბატონო ეს ადამიანი აშუქებდა იმას, რასაც თქვენ ედავები და ჩვენ მოსწავლეთ. პოლიცია რომელიც იქ ადგილზე შეიძლება საერთოდ არ ყოფილა, ხო? არა, შეიძლება რომ უმეტეს შემთხვევაში ადგილზე არც ერთ პოლიციელი არ იყო. ჩვენი ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა კოდექსი 1994 წელს არის მიღებული და შეგვხვდება ისეთ სიტყვები, როგორიც არის შრომითი კოლექტივი, მაგალითად ადამიანის აღზრდა და ასე შემდეგ. ეს კოდექსი არის სრულად შესასვლელი და ზოგადად კონცეფცია გვაქვს შესასვლელი რისთვის უშვებთ ადამიანს ეხლა ამ შემთხვევაში 174 პრიმამუხლის მეათე ნაწილი, რომელზეც მიდის ხოლმე ესე იგი გზის გადაკეტვა და ნიღბის დარება და ასე შემდეგ, ზოგადად არაკონსტიტუციურია. კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს, რომ შენ აუცილებლად ციხეში უნდა წახვიდე კონკრეტული მუხლით თუ დაარღვე და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შუანგოვლით მიმართავთ ასევე სასამართლოსო საკონსტიტუციაში წარდგინება გააკეთონ, რომ შეამოწმოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის კონსტიტუციურობა, თუმცა როგორც ხვდებით, თქვენით მიმართეთო, გეუბნებიან ხოლმე, რომ თქვენით მიმართეთო. ჩვენ შეგვაწუხებთ. ხო, ხშირად ისმის ხოლმე კომენტარები ნორმალურ ქვეყანაში ეს ისე არ იქნება და ესე მე მგონია რომ ნორმალურ ქვეყანაში ნეკა მაგალითად სასამართლოში საერთოდ არ იქნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდამცველის გამზე. ნორმალურ ქვეყანაში სხვანაირი სასამართლო გიქნებოდა ნორმალურ ქვეყანაში ქუჩის გადაკეტვა არ დაჭირდებოდა ადამიანს დათაშვილს იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანდნენ, სადამდეც მიიყვანეს და მხოლოდ დღეს ვნახეთ, რომ გირაოთი შეუცვალეს საპატიმრო ღონისძიება, მაშინ, როდესაც ადამიანი აი მართლა უკვე, რა ვიცი, მგონი ინვალიდობამდე მივიდა, ვულოცავ მაინც ხო ძალიან მძიმეა, მაგრამ ნინოს რომ ახლა მაინც იქნება თავისუფალი და მიხედავს თავის ჯანმრთელობას და ჯანმრთელობას უსურებ მას. ნეკა, აი რასეც ეხა საუბრობდა ჩელე, რომ არ არის საჭირო აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება, მოიყვანენ ვიღაც ორ პოლიციელს, სრულ მოწმეს, ის იტყვის, რომ ნეკა ვნახე მე რომ გადაკეტა რუსთაველის გამზირი, გაუშვებთ ნეკას საპატიმროში, ნუ პირველ ჯერზე 15 დღემდე არის ეს პატიმრობა, მაგრამ აი თქვენ თუ ახლა კიდევ გახვალთ რუსთაველის გამზირზე და კიდევ ან გადაკეტავთ გზას ან ტროტუარზე დადგებით წინა შემთხვევის მსგავსად და პოლიცია ჩათვლის რომ თქვენ კიდევ ერთხელ გადაკეტეთ, აქ უკვე ერთწლიანი სასჯელი აქვს მოფიქრებული ქართულ ოცნებას. აი რა შვებით თქვენ ახლა როგორ განაგრძობთ პროტესტს, როგორ განაგრძობთ თქვენს აქტივობას? განებებას არ ვაპირებ ნამდვილად. მათი კანონებიც არალეგიტიმურია და საერთოდ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული. დიახ. რა თქმა უნდა გადავკეტავ გზას კიდევ. პირბადებსაც გავიკეთებ. და ხო, რა ვიცი, არ მეშინია ერთი წელი რა ხალხი მართლა დახვრიტეს ამ ქვეყნისთვის ერთი წელი რა არის. არ ვიცი, ვიფრთხილებ რომ არ დამიჭირონ, მაგრამ თუ დამიჭერენ, არც ეს იქნება პრობლემა რა, მართლა არ არის პრობლემა. ხო, ყოველ შემთხვევაში მაგის გამო, ამ საფრთხის გამო სახში დაჯდომას არ აპირებთ. ჩელე, მაინტერესებს პირველ რიგში პირბადეების გამო არიან უკვე დაკავებულები და რამდენი ადამიანი? გიორგი პირბადის გამო. კი, ეხლა სტატისტიკა არ მიწარმოებია რამდენი ადამიანმა გიორგის პროცესზე მე ვიყავი. ხო, ანუ უკვე არის მოქმედებაში ამას. კი, რა თქმა უნდა, ხა მაინც პირბადი აქ დაალუქული არ იყო, თუმცა ეს ქოლგაზეს ედავებოდნენ და ასე შემდეგ. ნუ საბოლოოდ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც აკეთებს აქეთა მხარე, უნდა იყოს უფრო მეტად დამაზიანებელი ქართული ოცნებისთვის, უფრო ნაკლებად დამაზიანებელი ჩვენთვის. ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ნეკას მაგალითად სხვა აქტივისტებს არ ეშინიათ და ერთწლიანი სასჯელი რა არის, აგერ მერაბ კოსტავა რამდენი წელი ციხეში და საბჭოთა კავშირის რო იბრძოდა და ხალხი დახვრიტესო, მესმის ეს ყველაფერი უბრალოდ საქმე არ არის ციხეში დომა. და ზოგადად რუსთაველის გადაკეტვა არის სიმბოლური და ეს არის ჩვენთვის სიმბოლური და ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მაინც და მაინც დიდად ეხა ირაკლი ყობახიძის სახში არ დარდოს იმაზე რუსთაველი გადაიკეტა
დაკარგია და თუ არა. ამ შემთხვევაში ისევ და ისევ სიმბოლურად რჩება უკვე, იმიტომ რომ ადამიანს 15 წლის განმავლობაში აკეტინებდა და შემდეგ უკვე პოლიცია ხსნის რუსთავის მათთვის მთავარი პრობლემა არის თავად პროტესტი. არა ის ხო გზის სავალი ნაწილი. არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დახატონ სიტუაცია, თითქოს კრიზისი არ არსებობს და თითქოს ყველაფრით კმაყოფილია. ამ ადამიანების ჯგუფი აკეთებს ამ ყველაფერს. ეს შეიძლება გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენ ყველა ციხეებში არ ამოვშოთ. ხო, აი როგორ შეიძლება ამის გაკეთება? შეიძლება რომ ადამიანებმა მართლა პროტესტი არ დასუსტდეს და ყველა კი ბატონო კი ამბობდა ირაკლი კობახიძე რომ იქ 50 კაც უკით გასო და 150 უკვე დაიჭირეს, ხო, მაგრამ ხო, ამას მაგათ მათემატიკას თავი დავანებოთ და მაგათ ნულოვან თანაგრძნობას და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, აი ეს ადამიანები უკვე ხო, ამის საფრთხის წინაშე დგანან, რომ ერთი წლით თუნდაც პროტესტ ჩამოაშორონ და მათი იზოლირება მოახდინონ. ესეც ცუდია, ხო? მე ყველა შეუნები რომ ადმინისტრაციულ პროცესებზე ადმინისტრაციული სამართალდამცავების ცინის მისი ახლობლების იცინიან, მანდატურების ხელულები არიან, როცა უკვე სამართალ პროცესია მერწმუნეთ იქ არავინ არ იცინის და იქ ხიარულად არავინ არის, იმიტომ ხვდებიან რომ მართა სერიოზული სასჯელი ემუქრებათ უკვე კონკრეტულ ადამიანებს. ამ შემთხვევაში მგონია რომ პროტესტის გამრავალფეროვნებაშია გამოსავალი და ზოგადად ჩვენი აზრი აქეთ მხარე რატო არის უკეთესი იქეთ მხარე არის, იმიტომ რომ იმათ ბევრი რესურსი აქვს, მაგრამ ჩვენ ჭუა გვიჭირს და ხერხი ჯობია ღონეს საბოლოო ჯამში და მაგას უნდა მივახცევთ სხვანაირად მოუშავოთ ქოცებს ნერვები ისე რომ ჩვენი დაჭერა რაღაცა თავიანთი იდიოტური კანონებით ბჭყალებში გაправებული მაინც არ ქონდეთ და მოუწევთ მაგალითად ახალი კანონის მიღება რომ უკვე ტროტუარზეც უნდა დაიჭერდნენ ადამიანს მესმის იგივე ლოგიკა ტროტუარზე დგომისთვის დაგვიჭერდნენ კი ბატონო ტროტუარზე დგომისთვის დაგვიჭირონ მაშინ ეს იქნება კიდევ უფრო სასწაულო და რაღაცა პლუს მიზანს მივაღწევთ იმას რომ უკვე ისეთ ადამიანებს დაინახავენ რაღაცებს ვინც აქამდე ვერ ხედავდა მესმის რომ ვიღაცების თითქოს უკვე გადანაწილება ყველაფერი აქეთა და იქეთა მხარე არსებობს მაგრამ არ არსებობს ჯერ აქეთა და იქეთა მხარე უამრავი ადამიანია რომელსაც ჭირდება რაღაცა ბიძგი რომელსაც ჭირდება მცირე ნაბრწყალი და მგონია რომ ეს ადამიანების ჯგუფი რუსთავის პროტესტის ჯგუფი პირველ რიგში მაგაზე უნდა მუშაობდეს რომ რაც შეიძლება პროტესტი გამრავალფეროვნებდეს და რა თქმა უნდა უფრო მეტი ხალხი დაემატოს. რაც შეიძლება ნინო დათაშვილის საქმეს კარგია რომ აკუთის ღონისძიება შეუცვალეს, უბრალოდ ცუდია როცა ადამიანს ამხელა არა ადამიანურ მდგომარეობამდე მიიყვანა და ამხელა ტკივილს განაცდევია და უკვე შემდეგ აიღებს ჭალებში მოწყალებას. ამ შემთხვევაში მგონია რომ აკუთის ღონისძიების სახით პატიმრობა ისაც არ ეკუთვნა. დღეს ვიყავი გდანის ციხეში, გიორგი კირვალიძე მოვინახულე, ირაკლი ჭვირკია, ზვია ცეცხლაძე, იური ლომიძეც ვნახე და ეს ადამიანების პატიმრობაში მგონია რომ არ უნდა იყვნენ. ამ შემთხვევაში აკუთის ღონისძიების სახით არ არსებობს კისეულებები, რომლებიც მათ პატიმრობას უზრუნველყოფს ზვია ცეცხლაძეს რაც შეიძლება მტკიცებული სტანდარტი არ იყო ამ შემთხვევაში იმისთვის რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და საბოლოოდ ეს ხალხი ციხეშიც კი იმაზე დარდოს გარეთ რა ხდება და გიორგი კირვალიძე ამბობს რომ აგერ ვინმე შემიდახმარება თუნდა ჩემს დარბაზს დაეხმარებო რომელსაც უსასყიდო და აშენებს და ირაკლი ჭვირკიას სახში შუშემოპირი დედა და ბები აყავს რომელიც ერთადერთი მარშინალის თავად იყო ამ შემთხვევაში ამ ადამიანების ციხეში გაშვება აკუთის ღონისძიება ვინც არ იმალებოდა ვინც 4-ის შემდეგ საკუთარ სახლებში დააკავეს საკუთარ მისამართებზე დააკავეს როგორ შეიძლება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს ან ვინმე მიხსნეს რისკს რომ მათი მიმალვის რისკია ეს რა დედას და ბებიას მიატოვებს თუ ცოლს და შვილებს მიატოვებს ადამიანი ამ შემთხვევაში თავიანთი ცხოვრების საქმეს არავინ არ დატოვებდა და ყველა მიცის რომ ისინი სასამართლოში გამოცხადებოდნენ მაგრამ სამაგალითოდ მოხდა მათი დასჯა და როცა სამართალი იქცევა ვიღაცისთვის სამაგალითოდ ამ შემთხვევაში მათ სამართლის და სამართლიანობის მიღწევის ინტერესი იკარგება და რჩება საბოლოოდ ვინმე სამაგალითო დაჟის ინტერესი პრევენციისთვის და ზოგადად საქართველოში კანონს პრევენციული მიზანი გენერალური ნეგატიური პრევენცია არ ახასიათებს რომ მაგალითად მე რო რაღაცას ვში და ვიღაცას დავჟი შენ სასჯელის გეშინოდი სასჯელის შიშზე არ უნდა ვიყო ჩვენ ორიენტირებული. კი ბატონო და ნეკა ბოლოს ხო თქვენ თქვით რომ კი ასეთი სადამსჯელო ღონისძიებები ნამდვილად ვერ გააქრობს ამ ადამიანებში პროტესტის გრძნობას ვერც ბრას და მით უმეტეს მაშინ როდესაც ქართული ოცნებად გამსიმგვარ ნაბიჯებს რაც კიდევ და კიდევ უფრო მეტად აბრაზებს ადამიანებს და არანაირად საპირისპირო შედეგს არ იძლევა. ხო აი ახლაც ბოლო დღეებში მაგალითად ჩვენ ნახეთ რომ ქართულმა ოცნებამ უკვე პოლიტიკური პარტიების აკრძალვაც დაიწყო და ყველაფრის აკრძალვას ფიქრობს ამ ქვეყანაში რაც კი მას ხელს და ნერვებს უშლის და დიქტატურის დამყარებაში ხელს უშლის. ხო აი ფიქრობთ რომ არის რაზეც ჩელეთ საუბრობ და არის შესაძლებელი რაღაც იმგვარი გზების მოძებნა რომ პროტესტიც არ გაქრეს და ვერც გაქრება ეს პროტესტი ნამდვილად მაგრამ ისეც რომ ნაკლები ზიანი ნაკლები დანაკარგი იყოს იმ მხარეს რომელმაც პროტესტი კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს ალბათ რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რა თქმა უნდა. მე დიდი ხანი ამას ვამბობ და ყველას ვთხოვ ხოლმე, რომ აი რაღაცა ყველა სფეროს წარმომადგენელი ვიღაცა გამორჩეული ადამიანები დავსხდეთ და
მოვიფიქროთ რაღაც გეგმა, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ნამდვილად არ უჭერს ტვინები და ჭკვიანი ადამიანები და ყველა ფრიდან შეიძლება რაღაც გამოსავლის მოფიქრება. მართლა შეიძლება ესე ყოველდღე ვაჭერინებდეთ 15 ადამიანს და უბრალოდ სვამდეთ ჯერ 15 დღით და შემდეგ 1 წლით. უბრალოდ ძალებს გვაცლის. ეს არ არის პრობლემა, ნატოლად კიდევ თქვი ესეც, ანუ გაუძლებთ ყველაფერს, მაგრამ ძალებს გვაცლის და უნდა მოვიფიქროთ რაღაც გამოსავალი და აუცილებლად მოვიფიქრებთ ამას მე მჯერ.